დროში მოგზაურობასა და განზომილებებზე კოდის პროექტის ფარგლებში არაერთ ვიდეოში მისაუბრია. მაყურებლის ინტერესიც საკმაოდ დიდია ამ საკითხებთან დაკავშირებით. ამიტომ პერიოდულად ვაკეთებ ხოლმე ეპიზოდებს. დღეს კი მინდა სრულიად განსხვავებული ვიდეო შემოგთავაზოთ. საკმაოდ საინტერესო თეორიული ფიზიკის პროფესორის ბრაიან გრინის პერსპექტივიდან. არა მხოლოდ სამეცნიერო წრეები და ჩემი მსგავსი იუთუბერები თუ დოკუმენტალისტები, არამედ კინოსამყაროც აქტიურადაა დაინტერესებული დროში მოგზაურობის თემაზე სხვადასხვა ფანტასტიკური იდეის კინოეკრანიზაციად ქცევის მიმართულებით. ჰოლივუდმა უამრავი წლის განმავლობაში არაერთი კინოფილმი შემოგთავაზა განზომილებებში, წარსულსა თუ მომავალში მოგზაურობის დასაშვებობასთან დაკავშირებით. როგორ უყურებს ფიზიკის მეცნიერება ამ ფილმებს? ნათლად გვიხსნის ბრაიან გრინი თავის ერთ-ერთ ვიდეოში, რომელსაც ახლა მე ქართულ ენაზე შემოგთავაზებთ. ამ ვიდეოში გრინი საუბრობს ისეთ ცნობილ და პოპულარულ ფილმებზე, როგორიცაა უკან მომავალში, მაიმუნების პლანეტა, იკაროსი დროის კიდეზე, ინტერსტელარი, რომელზეც მეც მაქვს მომზადებული ეპიზოდი და თუ არ გინახავს აუცილებლად ნახე. ასევე ფილმი სიხშირე, დროში მოგზაურის ცოლი, დეჟავუ და ჩამოსვლა. საკმაოდ მსუყე და მრავალფეროვანია ეს ჩამონათვალი. მოდი მოვუსმინოთ ბრაიან გრინს და გავიგოთ მისი ხედვა ამ ფილმებში წამოჭრილი საკითხების რეალურობაზე. დღევანდელი მდგომარეობით დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ფიზიკის კანონების მათემატიკურ აღწერაში არაფერია ისეთი, რაც დროში მოგზაურობისას შიშვლად ყოფნას მოითხოვს. გამარჯობა, მე ვარ ბრაიან გრინი, კოლუმბიის უნივერსიტეტის ფიზიკის პროფესორი და წიგნის დროის დასასრულამდე გონება, მატერია და ჩვენი მნიშვნელობის ძიება განვითარებად სამყაროში ავტორი. დღეს ვისაუბრებ დროის უცნაურობებზე და იმაზე, რამდენად შესაძლებელია ან შეუძლებელია დროში მოგზაურობა. უკან მომავალში 1985 წელი. უკან მომავალში კლასიკური ფილმია, სადაც მარტი მაკფლაი წარსულში ბრუნდება. ეს ფილმი კარგად აჩვენებს დროში მოგზაურობის ერთ-ერთ პარადოქსს. თუ დავუშვებთ, რომ წარსულში გადასვლა შესაძლებელია, ჩნდება კითხვა, რა მოხდება, თუ წარსულში წავალ და იქ ისეთ მოვლენებს შევცვლი, რომლებიც ჩემს დაბადებასაც კი შეუშლის ხელს. ზუსტად ამას აკეთებს მარტი მაკფლაი. მისი ყოფნა წარსულში თითქოს საფრთხეს უქმნის იმას, რომ მისი მშობლები საერთოდ შეხვდნენ ერთმანეთს. ფილმში არის უცნაური სცენა, რომელიც ვიზუალურად ეფექტურია, მაგრამ მეცნიერულად ძალიან უცნაური. როდესაც მშობლების შეხვედრა საეჭვო ხდება, მარტი თავის ხელს უყურებს და ნელ-ნელა ქრება. შემდეგ ის ფოტოს უყურებს და ფოტოზე გამოსახული მომავლის ადამიანები თანდათან ფერფლდებიან და ქრებიან. ასე არ მოხდებოდა. თუ წარსულის შეცვლა მართლაც შესაძლებელი იქნებოდა, მე და ბევრი სხვა ფიზიკოსი ვფიქრობთ, რომ ეს შეუძლებელია. ცვლილება ყიცერად იმოქმედებდა ყველაფერზე, რაც მას მოჰყვებოდა. ცვლილება დროში ტალღასობით არ გავრცელდებოდა. თუ შენი მშობლები არასოდეს შეხვდებოდნენ ერთმანეთს, შენ უბრალოდ არ დაიბადებოდი. ეს იქნებოდა საბოლოო შედეგი. არ იარსებებდა მდგომარეობა, სადაც ნახევრად არსებობ და ამიტომ ნახევრად გამჭვირვალე ხარ. ეკრანზე ეს კარგად გამოიყურება, მაგრამ სამყაროს ჩვენს მეცნიერულ გაგებასთან საერთო არაფერი აქვს. თუმცა მთავარი კითხვა მართლაც ღრმაა. შეიძლება თუ არა წარსულის შეცვლა? მე ვფიქრობ, რომ არა. დროის მომენტები უბრალოდ არსებობენ. არ არსებობს ისეთი რამ, როგორიცაა დროის მომენტის შეცვლა, რადგან ამას ცვლილების განსახორციელებლად დრო დასჭირდებოდა, ხოლო მომენტებს განსაზღვრების მიხედვით ასეთი რამ არ გააჩნიათ. ისინი დროის ატომებია, დროის ძირითადი აგურები. მე ძალიან მიყვარს უკან მომავალში და ამ სერიის ყველა ფილმი, მაგრამ თუ ვიკითხავთ, რამდენად შეესაბამება ეს ყველაფერი მეცნიერების მიერ სამყაროს შესახებ არსებულ წარმოდგენას, ვფიქრობ, რომ თითქმის არაფერია სწორად ნაჩვენები. მაიმუნების პლანეტა 1968 წელი.
დროის უცნაურობის იდეას პირველად ორიგინალურ მაიმუნების პლანეტაში შევხვდი. არა ახალ ვერსიაში, არამედ 1960-იანი წლების კლასიკურ ფილმში. დიახ, უკვე ასაკოვანი კაცი ვარ. ბავშვი ვიყავი, როდესაც ეს ფილმი ვნახე. მახსოვს სცენა, სადაც ჩარლტონ ჰენსტონის გმირი კოსმოსური ხომალდის ხიდზე დგას და ქრონომეტრს უყურებს. ის ამჩნევს, რომ ხომალდის საათი ათასობით წლით არის გადანაცვლებული მომავალში. რადგან, როგორც თავად ამბობს, ხომალდი სინათლის სიჩქარესთან ძალიან ახლოს მოძრაობდა. მახსოვს ბავშვობაში ქრონომეტრზე დაახლოებით 1970-იანი წლები რომ დავინახე. შემდეგ კი ის შორეულ მომავალში გადავიდა. სრულიად გაუგნებული დავრჩი 1000-ობით წელი მომავალში. იმ დროს წარმოდგენა არ მქონდა, შეიძლებოდა თუ არა მსგავსი რამ რეალური ყოფილიყო. მოგვიანებით, როდესაც აინშტაინის იდეების შესწავლა დავიწყე, გავიგე, რომ მეცნიერებმა დიდი ხნის წინ დაადგინეს, მომავლისკენ ასეთი ტიპის დროში მოგზაურობა ნამდვილად რეალურია. აინშტაინმა გვასწავლა, რომ თუ ძალიან სწრაფად იმოძრავებთ, თქვენი საათი უძრავ საათთან შედარებით განსხვავებული სიჩქარით იმუშავებს. თუ დედამიწიდან უყურებთ ადამიანს, რომელიც კოსმოსურ ხომალდში სინათლის სიჩქარესთან ახლოს მიფრინავს, შემდეგ ბრუნდება და უკან მოდის. დაინახავთ, რომ მისი საათი უფრო ნელა მუშაობს. შედეგად, როდესაც ასტრონავტი ხომალდიდან გამოვა, შესაძლოა მხოლოდ 1 წლით იყოს დაბერებული, მაშინ როცა დედამიწაზე დარჩენილი ადამიანები ათასობით, მილიონობით ან მილიარდობით წლით იქნებიან დაბერებულები. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ახლოს იმოძრავეთ სინათლის სიჩქარესთან. ეს რეალური ფიზიკაა. ფილმის ფინალური სცენა ჩემთვის დღემდე ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მომენტია. ბავშვობაში მეგონა, რომ სამყარო ისეთი იყო, როგორიც იყო და მუდამ ასეთივე დარჩებოდა. ალბათ, ეს არის კომფორტის განცდა, რომელსაც ახალგაზრდები სამყაროს ვანიჭებთ. მაგრამ, როდესაც თავისუფლების განდაკება ნახევრად ქვიშაში ჩაფლული დავინახე, განსაკუთრებით იმის შემდეგ, რაც ცოტა ხნით ადრე პირველად ვიყავი მასთან ექსკურსიაზე, მივხვდი, რომ ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. საქმეები შეიძლება გაუარესდეს. არ არსებობს გარანტია, როგორი იქნება მომავალი. ამან ნამდვილად შთამაგონა. გამეგო, რას გვეუბნება მეცნიერება მომავლის შესახებ და გარკვეულწილად სწორედ ამან განსაზღვრა ჩემი სამეცნიერო საქმიანობა მთელი შემდგომი ცხოვრების განმავლობაში. ამიტომ ამ ფილმში ფიზიკა მეტწილად რეალისტურია. იკაროსი დროის კიდეზე 2010 წელი. სივრცეში სწრაფად გადაადგილება დროში მოგზაურობის ერთადერთი გზა არ არის. აინშტაინმა კიდევ ერთი გზა გვაჩვენა, რომელიც გრავიტაციას უკავშირდება. ზოგადი ფარდობითობის თეორიაში მან გვაჩვენა, რომ გრავიტაცია მხოლოდ მასასა და ენერგიაზე არ მოქმედებს. გარკვეული აზრით, გრავიტაცია დროსაც ქაჩავს. ამიტომ თუ ძლიერი გრავიტაციის წყაროსთან ახლოს ხართ, თქვენთვის დრო უფრო ნელა გავა. ეს იდეა გამოვიყენე ჩემს მოთხრობაში, იკაროსი დროის კიდეზე, რომლის მიხედვითაც მოგვიანებით ფილმთან ერთად ცოცხალი წარმოდგენაც შევქმენით. ორიგინალურ ბერძნულ მითში იკაროსი მზესთან ძალიან ახლოს მიფრინდა, ცვილის ფრთებით და დაიღუპა. ჩემს ვერსიაში ბიჭი ისევ არ უჯერებს მამას, მაგრამ ამჯერად პატარა ხომალდით შავი ხვრელის კიდისკენ მიფრინავს და მას იკვლევს. შემდეგ ბრუნდება, რათა მამას აჩვენოს თავისი მიღწევა, მაგრამ ავიწყდება ზოგადი ფარდობითობის ეფექტი. იმის მიუხედავად, რომ შავი ხვრელის სიახლოვეს მხოლოდ 1 საათი გაატარა, დაბრუნებისას აღმოაჩენს, რომ 10,000 წელი გავიდა. მისი საათი ბევრად უფრო ნელა მუშაობდა, ვიდრე შავი ხვრელისგან შორს მდებარე საათები. ამ ვერსიაში ის არ კვდება, მაგრამ იძულებულია შეეგუოს ახალ რეალობას, რომელიც აინშტაინის ფიზიკურმა კანონებმა შექმნა. ეს იდეა ასევე უმნიშვნელოვანესი იყო ფილმ ინტერსტელარში. ინტერსტელარი 2014 წელი. ფილმში გმირები შავ ხვრელთან ახლოს მიდიან. ასტრონავტები პლანეტაზე ჩადიან, რომელიც შავი ხვრელის მახლობლად მდებარეობს. ისინი იქ დაახლოებით 1 საათს გაატარებენ. მათ წინაშე უზარმაზარი მოქცევითი ტალღები ჩნდება. ფილმის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სცენა. როდესაც ისინი ხომალდზე ბრუნდებიან, მათთვის მხოლოდ რამდენიმე საათია გასული.
მაგრამ ეკიპაჟის წევრი, რომელიც შავი ხვრელისგან შორს დარჩა, უკვე დაახლოებით 20 წლითაა დაბერებული. ასეთი ტიპის მოგზაურობა მომავალში სრულიად შეესაბამება აინშტაინის ფარდობითობის თეორიას. თუ ფარდობითობის ზოგადი თეორია სრულყოფილად გესმით, შეგიძლიათ საკმაოდ ზუსტად გამოთვალოთ, რამდენად შორს იმოგზაურებთ მომავალში. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ახლოს მიხვალთ შავი ხვრელის მოვლენათა ჰორიზონტთან. By now it must be. It's 23 years, 4 months, 8 days. პრინციპში ამ მანძილის კონტროლი შესაძლებელია. რა თქმა უნდა, ცალკე საკითხია, გაუძლებს თუ არა თქვენი სხეული ასეთ აჩქარებებსა და ძალებს. მაგრამ თუ მხოლოდ ფიზიკაზე ვისაუბრებთ, მაშინ დიახ, შესაძლებელია წინასწარ განსაზღვროთ, რამდენ ხანს დარჩებით იქ საკუთარი საათის მიხედვით და რა დრო დახვდებათ დაბრუნებისას. სიხშირე 2000 წელი. კიდევ ერთი ფილმი, რომელიც წარსულისა და მომავლის ურთიერთქმედებას ეხება, არის სიხშირე, Frequency. საინტერესოა, რომ ამ ფილმის მეცნიერული კონსულტანტი მეც ვიყავი და მცირე როლშიც გამოვჩნდი. სიუჟეტის მიხედვით მამა და შვილი, რომლებიც 30 წლით არიან დაშორებულნი ერთმანეთისგან, ძველი რადიოს საშუალებით ახერხებენ ერთმანეთთან კომუნიკაციას. მამა სინამდვილეში უკვე გარდაცვლილია, ხანძარში დაიღუპა. ფილმში დროითი დამახინჯების იდეის წარმოსაჩენად რეჟისორებმა ორ სხვადასხვა ტელევიზორში ჩემი ორი განსხვავებული ასაკის ვერსია აჩვენეს. ახალგაზრდა და 30 წლით ხნიერი. მოხუცის სახის პროცესის გაკეთება ჩემთვის საკმაოდ მძიმე გამოცდილება იყო ოჯახ მსახიობებს გრიმის გაკეთებისას. სახესზე თაბაშირი დამადეს და ლამის პანიკაში ჩავვარდი. მეგონა ცოცხლად მარხავდნენ. თუმცა ფილმში არის ერთი მომენტი, რომელსაც მეცნიერულად ვერ დავეთანხმე. წარსულში მამა შემთხვევით მაგდაზე პატარა დამწვრობის კვალს ტოვებს. ფილმში ეს კვალი მოულოდნელად ჩნდება მომავალშიც. ასე არ მოხდებოდა. თუ წარსული შეიცვლებოდა, ეს კვალი იმ მაგიდაზე უკვე 30 წლის განმავლობაში იარსებებდა. ის უბრალოდ მოულოდნელად არ გაჩნდებოდა აწმყოში. თუ დროის მომენტები უბრალოდ არსებობენ და მათი რამდენიმე ვერსია არ არსებობს, მაშინ დროში მოგზაურის ყოფნა ნებისმიერ მომენტში ყოველთვის რეალობის ნაწილი იქნებოდა. არ იარსებებდა მომენტის ისეთი ვერსია, სადაც ის იქ არ იქნებოდა. დროში მოგზაურის ცოლი 2009 წელი. ამ ფილმში მთავარი გმირები ჰენრი და კლერი არიან. ჰენრი დროში მოგზაურობს, ხოლო კლერი საბოლოოდ მისი ცოლი ხდება. არის სცენა, სადაც ჰენრი პირველად ხვდება კლერს და აღფრთოვანებულია ამ შეხვედრით. მაგრამ კლერი ამ მომენტს უკვე მრავალი წელია ელის, რადგან მის წარსულში ჰენრის მომავალი ვერსია უკვე შეხვედრია. ჰენრიმ ამის შესახებ არაფერი იცის, რადგან ახალგაზრდა კლერს მხოლოდ მისი მომავალი მე შეხვდა. კლერისთვის კი ეს ყველაფერი სრულიად ლოგიკურ ქრონოლოგიას ქმნის. ყველაფერი ერთმანეთს იდეალურად ებმის, არაფერი იცვლება. უბრალოდ გასაოცარია იმ კავშირების წარმოდგენა, რომლებიც დროში მოგზაურობამ შეიძლება შექმნას. ეს ბევრად უფრო გონივრული წარმოდგენაა დროში მოგზაურობის შესახებ. თუმცა ერთი უცნაური დეტალი მაინც არის. ყოველ ჯერზე, როდესაც ჰენრი დროში მოგზაურობს, ახალ ადგილზე შიშველი ჩნდება. შესაძლოა ოდესმე, როცა კვანტურ გრავიტაციას სრულად გავიგებთ, აღმოჩნდეს, რომ ეს აუცილებელი მოთხოვნაა. მაგრამ დღევანდელი ცოდნით შემიძლია დაგარწმუნოთ, ფიზიკის კანონებში არაფერია ისეთი, რაც დროში მოგზაურობისას შიშვლად ყოფნას მოითხოვს. Deja vu 2006 წელი. ყველაზე ახლოს იმასთან, რასაც დროის მანქანა შეიძლება ეწოდოს, დგას იდეა, რომელსაც ჭიის ხვრელი wormhole ჰქვია. ეს არის გვირაბი, რომელიც სივრცის ერთ წერტილს მეორესთან აკავშირებს. როგორც ჩვეულებრივი გვირაბი გვაძლევს გზის შემოკლების საშუალებას, მთის გავლით, ისე ჭიის ხვრელი გვაძლევს მალსახმობს თავად სივრცე დროში. ხშირად ამას ფურცლის დაკეცვის მაგალითით ხსნიან. თუ ფურცლის ერთი კუთხიდან მეორემდე ზედაპირის გასწვრივ მიდიხართ, გრძელი გზა გამოდის.
მაგრამ თუ ფურცეს დაგეცავთ და კუთხეებს ერთმანეთს მიადებთ, მანძილი ძალიან მცირდება. ეს მაგალითი ერთხელ დეჟავუს შემქმნელებს ამუხსენი და სასიამოვნო იყო, როცა მსგავსი სცენა თავად ფილმშიც ვნახე. თუ ჭიის ხვრელი მართლაც დროში მოგზაურობის საშუალებას იძლევა, მაშინ მისი ერთ-ერთი შესასვლელი შეიძლება შამ ხვრელთან ახლოს გადაიტანოთ. ამის შედეგად დრო ერთ შესასვლელთან უფრო ნელაგავა, ვიდრე მეორესთან. მაშინ ეს უკვე მხოლოდ სივრცის ორი წერტილის დამაკავშირებელი გვირაბი აღარ იქნება. ის დროის ორ განსხვავებულ მომენტსაც დააკავშირებს. ამ შემთხვევაში ერთი მიმართულებით მოძრაობა მომავალში გადაგიყვანთ, მეორე მიმართულებით კი წარსულში. და რამდენადაც მე ვიცი, ამ შემთხვევაში ტანსაცმლის დატოვება საჭირო აღარ იქნება. თუ ასეთი რამ იარსებებდა, ალბათ უბრალოდ სფეროს ფორმის უბანი იქნებოდა ჩვენს გარშემო. ერთ სფეროში შეხვიდოდით და სივრცის სხვა ადგილას, სხვა დროში მდებარე მეორე სფეროდან გამოხვიდოდით. შესაძლოა ჭიის ხვრელები ბუნებრივადაც წარმოიქმნებოდეს სამყაროში. ჯერ არც ერთი არ გვიპოვია და არც მათი არსებობის მტკიცებულება გვაქვს. თუმცა, რადგან ისინი აინშტაინის განტოლებების ამონახსნებად გვევლინებიან, პრინციპში მათი არსებობა შესაძლებელია. შეგვიძლია თუ არა მათი ხელოვნურად შექმნა. ეს საკითხი ბევრს შეუსწავლია. თეორიულად თუ გვექნებოდა პრაქტიკულად შეუზღუდავი ენერგია და ეგზოტიკური ტიპის ენერგია, რომელსაც სივრცის გაწევის უნარი აქვს, შესაძლოა მსგავსი სტრუქტურების შექმნაც წარმოგვედგინა. მაგრამ რეალური ინსტრუქცია ან ტექნოლოგიური გეგმა ამისთვის არ გაგვაჩნია. სწორედ ამ საკითხებზეა ამ ფილმში საუბარი. ჩამოსვლა 2016 წელი. ერთ-ერთი უძველესი ფილოსოფიური კითხვა ასეთია: რამდენად განსაზღვრავს ენა ჩვენს აზროვნებას? ჩვეულებრივ გვგონია, რომ ენა მხოლოდ ჩვენი აზრების გამოხატვის საშუალებაა, მაგრამ ხშირად სწორედ ინსტრუმენტი განსაზღვრავს იმასაც, რის გაკეთებას შევძლებთ მისით. ჩამოსვლა ამ იდეას ძალიან საინტერესოდ იკვლევს. ფილმში უცხო პლანეტელების რასა, ჰეპტაპოდები იყენებს წერილობით ენას, რომელიც ხაზოვანი არ არის. ჩვენი წინადადებები ყოველთვის დასაწყისით, შუა ნაწილითა და დასასრულით ვითარდება. ჰეპტაპოდების ენა კი წრიული სიმბოლოებისგან შედგება და იდეებს დროისგან დამოუკიდებელი ფორმით გამოხატავს. ფილმის მთავარი იდეა ის არის, რომ თუ ადამიანი ამ ენას სრულად აითვისებს, მისი დროის აღქმაც შეიცვლება. თავარი გმირი სწორედ ამას აკეთებს. ის სწავლობს ჰეპტაპოდების ენას და იწყებს მომავლის გახსენებას ისე, როგორც ჩვეულებრივ წარსულს ვიხსენებთ. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ დროისგან დამოუკიდებელი ენა დროის აღქმაზეც ღრმად მოქმედებს. Like their ship or their bodies, their written language has no forward or backward direction. Linguists call this nonlinear orthography, which raises the question, is this how they think? ადამიანების უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ენის დახმარებით შეგვიძლია დროის საზღვრებს ნაწილობრივ გავცდეთ. ცხოველების უმეტესობა ცხოვრებას მომენტიდან მომენტამდე აღიქვამს. ჩვენ კი შეგვიძლია ვისაუბროთ წარსულზე, განვიხილოთ მომავალი და აღვწეროთ მოვლენები, რომლებიც ჯერ არ მომხდარა. ენა არის საშუალება, რომლის მეშვეობითაც დროში თავისუფლად ასე ვთქვათ, ვნავიგირებთ, ანუ მიმოვდივართ. ამიტომ ბუნებრივია კითხვა, თუ სხვა ენა გვექნებოდა, სხვაგვარად აღვიქვამდით დროს. ფიქრობ, სწორედ ამიტომ არსებობს დროში მოგზაურობის ამდენი ისტორია. ლიტერატურაში, კინოსა და ხელოვნების სხვა ფორმებში. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ დრო ყველაზე ძვირფასი რამ არის, რაც გაგვაჩნია. ის ღრმად იდუმალია. საიდან მოდის? არის კი დრო რეალური არსება, თუ მხოლოდ ადამიანის აღქმა, რომელსაც სამყაროზე ვაფენთ. ამ საიდუმლოს გასაგებად ვიყენებთ წარმოსახვას. თუ რეალურ სამყაროში დროს ვერ ვაკონტროლებთ, ვაკონტროლებთ მას ჩვენს ფანტაზიაში. ეს გვაძლევს ძალაუფლების, კავშირის და გაგების განცდას. ზუსტად ამას აკეთებდნენ ადამიანები პირველი მთხრობელების დროიდან მოყოლებული. ისტორიების საშუალებით ვცდილობთ მივიღოთ ცოდნა, ძალა, კონტროლის შეგრძნება და სიმშვიდე სამყაროს უდიდესი საიდუმლოებების წინაშე. სულ ეს იყო. დიდი მადლობა, ნახვამდის.
აი ასეთი გამოვიდა ეს ვიდეო პროფესორ თეორიული ფიზიკის ერთ-ერთ წამყვან სპეციალისტ ტელეწამყვან მწერალ ბრაიან გრინთან ერთად. ამ ვიდეოდან გავიგეთ, რომ სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმების უმეტესობა დროში მოგზაურობას უფრო დრამატული სიუჟეტისთვის იყენებს, ვიდრე ფიზიკის ზუსტი ასახვისთვის. თუმცა, ზოგიერთი ფილმი რეალურ მეცნიერულ იდეებს საკმაოდ კარგად ეყრდნობა და ზოგიერთი ფილმი მეცნიერებას კარნახობს კიდეს იდეებს. თუ სამეცნიერო სიზუსტის მიხედვით შევაფასებთ, ინტერსტელარი ძალიან რეალისტურია. მაიმუნების პლანეტა ძირითადად იდეაში რეალისტურია პრინციპში. ჩამოსვლა საინტერესო ფილოსოფიური და ლინგვისტური სპეკულაციაა. დიდად არაფერი საინტერესო რეალურობასთან მიმართებაში. უკან მომავალში ფიზიკურად ნაკლებად დამაჯერებელი, მაგრამ კულტურულად კლასიკურია და ალბათ ყველასათვის საყვარელი ფილმი, განსაკუთრებით ფანტასტიკის მოყვარულებისთვის. ხოლო დროში მოგზაურის ცოლი უფრო ლოგიკურ პარადოქსებს ეყრდნობა, ვიდრე ფიზიკურ მექანიზმს. დღევანდელი მეცნიერების მიხედვით, მომავალში მოგზაურობა რეალური ფიზიკის ნაწილია, ხოლო წარსულში მოგზაურობა ჯერ მხოლოდ თეორიული შესაძლებლობაა, რომლის არსებობის არც მტკიცებულება გვაქვს და არც ტექნოლოგია. მე ასევე კოსმოსისა და სამყაროს საინტერესო და იდუმალ საკითხებზე ცოტა ხნის წინ შემოგთავაზეთ ვიდეო, სადაც მსოფლიოში ცნობილი თეორიული ფიზიკოსი ბრაიან კოქსი საუბრობდა. კომენტარებში დაწერეთ, რამდენად საინტერესო იყო ეს ეპიზოდი და ასევე ისიც, თუ რომელი მეცნიერის ინტერვიუს ან ვიდეოს იხილავდით მომავალში ქართულ ენაზე. მოიწონე ეს ვიდეო და გამოიწერე კოდის YouTube არხი. ასევე ჩართეს არის ხილაკი, რომ არ გამოგჩნდეს ახალი ვიდეოები. დროებით.